ჩემი საყვარელი თეატრი, ჩემი საყვარელი კედლები, ჩემი საყვარელი ფარდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, აქ რო შემოვედი სამღერლად, თორე ისე. ღმერთო ჩემო. აი ეხლაც ისმის მზადდება სოფლის ღირსება და ნავარელი ქალი, რომელიც მე უკვე მიხილე და მუხიბლული ვარ ჩვენი თეატრის სპექტაკლებით საერთოდ. თეატრი ცხოვრება ბედნიერებაა ზოგადად. ყველაფერი მიყვარს. თითოეული ლოჟა, ის ლოჟები მიყვარს, ამფითეატრი. მაგრამ სცენა ყველაზე მეტად მიყვარდა. სცენა. სპექტაკლი როდესაც იწყებოდა, სხვათა შორის, აი პირველი აკორდი რომ ვიღებდა დირიჟორი, უკვე ხვდებოდი რომელი დირიჟორი იყო დღეს სპექტაკლზე. თუ არ მეწოდინებოდა წინასწარ. მე გახლავართ მარიცა მაღლაფერიძე, საოპერო მომღერალი, თქვენი მონა მორჩი. დავიბადე ქუთაისში, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე იქა. საოცრად მუსიკალური ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ ქუთაისში არ მოხდებოდა არაფერი სერიოზული, რომ მე და ჩემი და არ გამოსულყავით. პირველი შეხება მე არც კი მახსოვს, იმიტომ რომ უმუსიკოთ არ მახსოვს ჩემი თავი, უმღერლად არ მახსოვს ჩემი თავი. მე და ჩემი და პირველ მეორე ხმაზე ვღეროდით. და მესამედაც რა თქმა უნდა ვღეროდა. ბავშვი ვიყავი, მეტი ჩარა ცოტა. და ისე ოცნებობდი რატომ არ ვიცი მსახიობობაზე, ხა ოპერის მომღერლობაზე რომ გითხრათ არა, მაგრამ აი სადღაც ვიყავი წასული გასტროლებზე, იქიდან ჩამოვდიოდი, ვიღაცა მხვდებოდა, ამაზე მიოცნებია, კი. ჩემი ბავშვობის დროს იყო რობერტინო ლორენტი ძალიან მოდაში და ვიყავი საოცრად შეყვარებული მასში და ველოდებოდი იმ მელოდიას მამა სოლტანტო ფელიჩე ამაზე საერთოდ მემართებოდა არ ვიცი შოკი და მე გავიცანი რობერტინო ლორენტი დიდობაში. დედა საერთოდ საოცარი ქალი იყო, ჩვენ კი რავე რომ წამოგხსნებოდა სიმღერა ან ლექსის თქმა ან რაღაცა, აუცილებლად წაგვიყვანდა და განავითარდებდა იმ ჩვენ ნიჩს. წაგვიყვანა გიტარის წრეზე. გიტარისტზე პიონერთა სახლში. იქ შეხვდა არაჩვეული პედაგოგი მურმან ანჯაფარიძე, რომელიც გიტარას გვასწავლიდა. ერთხელ მითხრა მატურა მურმანმა, რომ შენ მარიცა იცი რომ საოპერო ხმა გაქვს. ხო და მე ზედა ჩემ აიტაცა რა თქმა უნდა და სასწავლებელში ჩავაბარე. მე პოლიტექნიკური ინსტიტუტშიც მომიწია ჩაბარება, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა ხუთოსანი ვიყავი თუ რაც ქვია ამას და დედა მითხრა რომ მარი დედას გაფიცებ, გეპეი დაამთავრე. პარალელურად ვსწავლობდი ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში ნოდარ ჯაფარიძესთან. საერთოდ ვინც კი შემხვდა მე პედაგოგი, ყველა ერთმანეთზე საუკეთესო იყო, ყველა. ნოდარ ჯაფარიძე იყო ჩემი პირველი პედაგოგი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაზე ზოგადად და მე კონსერვატორიაში მე თვითონ ავირჩიე გულნარა ქართველიშვილი, ისეთ ადამიანს ვეძებდი, რომელიც ზედმეტად არ გამიწყრებოდა, ზედმეტად რაღაცას არ დამავალებდა. და ეს იყო გულნარა ქართველიშვილი, რომელიც როგორც ფიქრობდი, ისეთი იყო, საოცარი. მისგან ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, როგორც მუსიკალური ადამიანი, არაჩვეული ინტერპრეტაცია მუსიკალური, რომელიც მე 1000-ნაირი დირიჟორი შეხვდა, 1000-ნაირი პედაგოგი ლასკალას შემდეგ, მაგრამ ის რაც მან მასწავლა, არ შეიცვალა. კონსერვატორია დავამთავრე, ოდისეი დიმიტრიადი გახლდათ ჟურის თავმჯდომარე და პირდაპირ გამანაწილა ოპერის თეატრში. ნუ რა თქმა უნდა კონკურსი გავიარე და პირდაპირ მოვხდი ოპერის თეატრში. ჩემი პირველი დებიუტი იყო დაისი მირცხულავას ხელმძღვანელობით, ჩემი საყვარელი დირიჟორის ხელმძღვანელობით, რომელიც ამზადებდა თავისთავად კონსერვატორიის სტუდიაში და ჩემთვის ეს უცხო არ იყო აქ სიმღერა და აქ
გამოსვლა და ერთ-ერთი წარმატებული კიდევ იყო ის, რომ დაისი აღადგინა ზურაბ ანჯაფარიძემ თავისი დადგმით და პრემიერა მე მომანდო მასთან ერთად. ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება. ჩემი საყვარელი როლი შემდგომ იყო ჯადოსნური ფლეიტა. ვიმღერე იოლანტა ჩაიკოვსკის ყველაზე დიდი წარმატება იყო ის, რომ გასტროლებისთვის ემზადებოდა დი-თეატრში ჩვენი თეატრი და იქ შუშანიკის წავება მქონდა. ვიმღერე მე დონ ჟუანი, დონა ანა ვიმღერე და კიდევ ვიმღერე და ყანჩელის ars მუსიკა. იყო ბევრი როლები და მოსკოვშიც საკმაოდ ჩვენი თეატრი ძალიან წარმატებული იყო და მეც ვიყავი ერთ-ერთი წარმატებული. სტაჟირება გავიარე, ესეც ჩემი ოცნება იყო, რა თქმა უნდა, იტალიაში მოხვედრა, იტალიური ენის შესწავლა, ლასკალაში ფიზიკურად ყოფნა სპექტაკლებზე, ჯადოსნურ სპექტაკლებზე დასწრება. სიმეონატო იყო ჩემი ხელმძღვანელი. ძალიან საინტერესოდ მუშაობდა, ვინც ვიყავით ჩასულები, ასე თუ ისე პრაქტიკულად ვიყავით უკვე დამდგარი მომღერლები და იქ ძალიან ბევრი რამ შევიძინე. შეიძლება მეორე წელიწადს უკვე საბჭოთა კავშირმა არ გამიშვა, იქ ძალიან მელოდებოდნენ, ძალიან კარგი იქნებოდა რომ მეორედ ჩავსულიყავ, მაგრამ მეორედ ვეღარ წავედ. ცხოვრებისეული გამოცდილება არ ქვია, მე მგონი ქვია აი რაღაცა პრაქტიკა რომ ბევრს იმღერებ არის რა თქმა უნდა. ცოტა მე რო პედაგოგობა გვიან დავიწყე, ეს შეიძლება ცოტა ადრე, რომელიც გამომადგებოდა ძალიან სიმღერაში. მე ეთყობა არ ვიყავი ისეთი რომ აი მთან აქ მემუშავა იქ ყველაფერი ერთად არ შემეძლო, თორე პედაგოგი უნდა დამეწყო პედაგოგი რომელიც კარგად გამომდიოდა სხვათა შორის. ეხლა შემიძლია რაც მინდა ვთქვა. ჩემი შვილიც ამ საქმეს ემსახურება და ძალიან წარმატებული სპექტაკლები აქვს მას ნამღერი პრემიერები. იგივე ჯამბაზებში, კანიო, იგივე ტურანდოტში, კალაფი, არაჩვეულებრივი წარმატებული სპექტაკლები აქვს. ძალიან ბევრმა თქვა პროფესიონალმა ჩემმა კოლეგებმა, რომ არ უნდა რომ შვილი ყავდეს საოპერო მომღერალი. მე პირიქით ძალიან მინდოდა. ბედნიერება, სცენაზე დგომარი ბედნიერება, ხალხთან შეხვედრა არის ბედნიერება, ტაში არის დიდი ბედნიერება. მე ძალიან დიდ წარმატებებს ვერ მივაღწიე, მაგრამ ის, რასაც მივაღწიე, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.